ახლა თოფურიას 1.260-ას გავარჩევთ და ეს არის ანუ 1-1-ის გაგრძელება რეალურად მომრავლებად დაშლაზე ვისაუბრეთ წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ რომ იმაზე იმ საკითხზე აღარ დავწვრილ მანდა ამის შემდეგ რაც მომრავლებად დავშლით უნდა ვიპოვოთ USG და USG ორივეს ვიპოვი აქ მხოლოდ უდიდეს ერთო გამყოფს გვეკითხებიან მაგრამ მომდევნო ამოცემში გვეკითხებიან ორივეს და მოგეთ ეხლა განვიხილავთ 34-ის დაშლა ესე იქნება ჩვეულებრივ, იმიტომ რომ მარტივი რიცხვი არის 17. შემდეგ უკვე 148-ს უნდა დავშალოთ. 48 იყოფა 2-ზე, მიიღება 24, კიდევ იყოფა 2-ზე, მიიღება 12. შემდეგ რა თქმა უნდა იქნება 6. უბრალოდ ეს გამოტოვებები 6 კვლავ იყოფა 2-ზე მიიღება 3 და 3 უკვე მარტივი რიცხვია იქ რომ ერთი აღარ დავწერო გასაგებია ალბათ ეხლა უნდა ვიპოვოთ ჩვენ მოცემული რიცხვების USG და USG უდიდესი საერთო გამყოფი რას ნიშნავს ანუ ისეთ რიცხვს რომელზეც იყოფა ორივე რიცხვი მაგრამ ამ რიცხვებს შორის არის უდიდესი. ახლა მაგალითად, რიცხვ 2-ზე ორივე იყოფა, ხომ? აქ 34-ს მეტი ისეთი გამყოფი არა აქვს, რომელიც 48-საც აქვს. ამიტომ USG ძალიან მარტივად იქნება, ქართულზე გადავიყვან, უკაცრავად, USG იქნება პირდაპირ 2, მეტი არაფერი. ანუ უდიდესი საერთო გამყოფი არის რიცხვი, რომელზეც ორივე რიცხვი იყოფა. რაც შეეხება USG-ს, USG რომ ვიპოვოთ, უნდა გადავამრავლოთ ყველა მომრავლი ერთმანეთზე, რომლებიც განსხვავებულია. ანუ მაგალითად ახლა ჩვენ აქ ვხედავთ, რომ მოდი ჩავსვამ ტოლობას, როგორც ეს უწოდებს Google ქართულად. იმიტომ რომ 2-ის მეოთხე ხარისხი მინდა დავწერო. 2-ის მეოთხე ხარისხი, იმიტომ რომ 4 ცალი ორიანი აქვს მომრავლებში 48-ს. ანუ 2-ის მეოთხე ხარისხს თუ გავამრავლებთ 3-ზე და გავამრავლეთ იმ განსხვავებულ რიცხვზე, რომელიც 34-ს აქვს, ანუ 17-ზე, მივიღებთ უმცირეს საერთო ჯერადს. ანუ ზოგადად ჯერადი რიცხვები არის უსასრულო, ნებისმიერ რიცხვს აქვს უამრავი ჯერადი, მაგრამ ამ რიცხვებს შორის უმცირესი, ანუ ყველაზე პატარა რიცხვი, რომელიც იყოფა 34-ზეც და 48-ზეც, იქნება 2-ის მეოთხე ხარისხი, ანუ 16 გამრავლებული 3-ზე და გამრავლებული 17-ზე. აი ეს რიცხვი. ახლა რო გავამრავლოთ, რა თქმა უნდა, 16 ჯერ 3 ეს არის 48 და 48 ჯერ 17 უნდა ვიპოვოთ უკაცრავად. მოდი ქვევით დავწერ მაშინ. USG უდრის 48 ჯერ 17 და 48 ჯერ 17 იქნება 816. 816 ვთქვით და 7 დავწერ. მოკლედ, ესე იგი, აი ასე შეგვიძლია ვიპოვოთ USG და USG. ეხლა ამ მაგალითში ისე აეწყო, რომ მხოლოდ ერთი ქონდათ საერთო. მოდით კიდევ ერთი შემთხვევა განვიხილოთ 120-ისა და 150-ის და უფრო კარგად გავიაზრებთ. ცოტა მოშორებით დავწერ 150-ს. ეხლა 120 რა თქმა უნდა იყოფა 2-ზე. და მოდი 2x5 წინა ვიდეოში გასწავლეთ ესე დავწერ მიიღება 12 იყოფა შემდეგ 2-ზე და მიიღება 6-იც იყოფა 2-ზე მიიღება 3 3 მარტივი რიცხვია და აქ დავასრულოთ, აღარ უნდა იქეთ 1-ის დაწერა. 150-ის შემთხვევაშიც დავწეროთ აქ 2x5. 10-ზე გაყოფის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგვრჩება 15.
15 რა თქმა უნდა იყოფა ჯერ 3-ზე და შემდეგ 5-ზე. და აქ მთავრდება მომრავლებად დაშლა, რადგან იქ გვაქვს თავისუფალი ადგილი. მოდი ამას მივაწეროთ სტანდარტულად, როგორც წერება ხოლმე როლში 1. ეხლა რომ ვიპოვოთ ამ ორი რიცხვის USG და USJ, ისე წესით წეღან ცოტა ავჩქარდი და ესეთ აღარ დავწერე. 120-ისა და 150-ის ესე იწერება სტანდარტულად. USG 120-ისა და 150-ის უდრის და ვიღებთ რაც აქვთ საერთო მხოლოდ იმათ. ნახეთ 2 აქ არის ერთხელ, 5-იც არის ერთხელ, 3 არის, საერთოს ვამბობ, რომ არის ერთხელ. ანუ 2 ჯერ, 3 დავწეროთ ჯერ და შემდეგ 5. ანუ გამოდის 10 ჯერ 3 30. აბა ისედაც რომ დავფიქრდეთ 120-ის იყოფა 30, 150-იც იყოფა 30. უფრო დიდი რიცხვი შეგვიძლია მოვიფიქროთ, რომელზეც ორივე იყოფა. არა, იმიტომ რომ საერთო გამყოფი არ იქნება. ამიტომ USG მივიღეთ ასე. ეხლა რაც შეეხება USJ-ს. ამასაც ესე სტანდარტულად დავწერთ და ამოვწერთ ყველაზე ბევრი რაოდენობის მომრავლებს, ანუ 2-ის კუბი გამრავლებული 5-ის კვადრატზე, მაგრამ მოდი ჯერ 3 დავწეროთ. 3 არის 1 მაქსიმალური და 5-ის კვადრატი. აი ახლავე დავწერთ. 2-ის კუბი არის 8, რომ გავამრავლოთ 3-ზე და 5-ის კვადრატზე, გამოგვივა 600. ანუ 600 არის ის რიცხვი, რომელიც იყოფა 120-ს და იყოფა 150-ს უნაშთოდ და არის ყველაზე პატარა რიცხვი ისეთ რიცხვებს შორის, რომლებიც არის ჯერადი 120-საც და 150-საც. თუ რამე კითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში, ასევე თუ არის რომელიმე ისეთი ამოცანა თოფურიაში, რომელიც გინდათ რომ გავარჩიოთ, დასაწყისში იქნება თუ ბოლოში არ აქვს მნიშვნელობა, დაწერეთ და ჩავწერთ ვიდეოს. მადლობა ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.